გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. სალომე ზურაბიშვილზე მინდოდა გრძელი და მგზნებარე სიტყვა მეთქვა, მაგრამ მე ვიფიქრე რაღა დროს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი დასრულდა 29 დეკემბერს. დასრულდა ისე, რომ ფაქტობრივად სერიოზულად არც დაწყებულა. სალომე ზურაბიშვილი დღეს რიგითი მოქალაქეა და მეტი არაფერი. ამბობენ მაკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილს 2025 წლის კისინჯერის პრემია დაუნიშნა. მესი ამოვნა მოწყალების ეს ჟესტი დასავლელი ბატონის. ასე ვთქვათ, სუფრიდან ყოფილი დიდი თანამდებობის ჩინოვნიკს პურის ნატეხი რომ გადაუგდეს და მანაც აიღო, რატომაც არ აიღებდა. როგორც ვიცი, საქართველოში ყოფილ პრეზიდენტებს პენსიას არ აძლევენ. საპრეზიდენტო პენსიას, თორემ ნაპარლამენტარის პენსია კი ექნება სალომე ზურაბიშვილს 560 ლარი თუ არ ვცდები. ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა და ალბათ მოახერხებს და კეთილი საფრანგეთიდანაც აიღებს პენსიას. ზურაბიშვილი მოხერხებული ქალია, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება. მოკლედ ორი პენსია და სტიპენდია და ცხოვრება მშვენიერია. და პრინციპში ეს ის ყველაფერია, რაც ზურაბიშვილზე მინდოდა მეთქვა. ხო, კიდე დავამატებდი, ბოროტიენები ამბობენ, ზურაბიშვილი დღესაც თავის თავს პრეზიდენტად იხსენიებს, მაგრამ მე ამის არ მჯერა. არ არის ეს ქალი ჯერ ისეთ ასაკში რამსები რომ ერეოდეს. მშვენივრად გამოიყურება, ძალიან უხდება თავისი შეუცვლელი და გაუხდელი თეთრი კოსტუმიც და ალბათ მომავალში წიგნსაც დაწერს სათაურად მე რომ პრეზიდენტი მერქვა. აბა თუ კი ყაზახ ნაზარბაევს აქვს წიგნი დაწერილი, თურქმენ ნიაზოვსაც, ბოლო ამერიკელ რეიგანს და გერმანელ ჰელმუტ კოლსაც აქვს წიგნები თავისი პრეზიდენტობის შესახებ დაწერილი. საკმაოდ სქელი ზომის წიგნებია. ნაყიდი მაქვს და თაროზე მიწვია. წაკითხვა ჯერ ვერ მოახერხე. სულ საზოგადოებრივი საქმიანობით ვარ დაკავებული და არ მეწიგნება, ხო და ჩვენი სალომე ვიზზე ნაკლებია. დიახ, ისიც დაწერს. თვითონ ალბათ ვერ დაწერს, მაგრამ დამხმარეს დაიქირავებს და ის დაუწერს. სხვა რომ გიწერს, ეს ხომ მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ბრეჟნევის წიგნები ანტოლი აგრანოვსკიმ და მიხეილ სახნინმა დაწერეს და რა, სალომეს არ გამოუჩნდება ასეთი ლიტერატურული მონა? მართალია მისი საქმიანობიდან გამომდინარე არ მგონია სქელი წიგნი გამოვიდეს, უფრო ალბათ ბროშურა იქნება, მაგრამ სულ არაფერს ესეც კარგია. აგერ მიხეილ სააკაშვილს ხომ აქვს წიგნი დაწერილი ჩემი ბრძოლა. არა, ჩემი ბრძოლა სხვამ დაწერა. ხო, ძალის გამოღვიძება. მე ეჭვეო მისი დაწერილი რომ იყოს, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ძალიან გამიგრძელდა სალომეზე ლაპარაკი მომიტევეთ. პრინციპში კი ვიტყოდი, რომ საკმაოდ სახალისო პერსონაჟი გამოდგა ეს ჩვენი სალომეა, მაგრამ არ ვიტყვი. იმიტომ არ ვიტყვი, რომ სახალისო კი არა, უფრო შავი იუმორის ჟანრის პერსონაჟია. რისი დაშავებაც შეეძლო დააშავა კიდეც. ქვეყანას დაუშავა და ახლაც ამბობენ, ცდილობს რაღაც უხიმანდროს იმ ქვეყანას, რომლის ეთნოსს ის წარმოადგენს, მხოლოდ ეთნოსს და სხვა არაფერს. დიახ, იტალიური გაზეთია ანტიდიპლომატიკო და ის წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე აპირებს გამოსვლას და საქართველოსა და რუსეთს შორის ომის აუცილებლობაზე ლაპარაკს. ახლა ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ. იტალიური გაზეთი პირადად არ წამიკითხავს. ეს ინფორმაცია ქსელში მოვიძიე და იქიდან ვციტირებ, მაგრამ გამოგიტყდებით, რომ საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაციაა. ღმერთმა ქნას, რომ ეს ყალბი ინფორმაცია აღმოჩნდეს. კი ვთქვი, სალომეზე ორ სიტყვას ვიტყვი და მე ისევ ამინძე ვილაპარაკებ მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა და ფაქტობრივად მთელი გადაცემა მას მიუძღვენი. ერთს დავძენ ნახვამდის სალომე ზურაბიშვილი. ნახვამდის არა, მშვიდობით ეს 6 წელი, რაც საქართველოში პრეზიდენტე არ ჩაიწერება ისტორიაში როგორც სანიმუშო პრეზიდენტობის წლები. სულ პირიქით იქნება და კიდევ იმედი მაქვს, რომ მომავალში შენი
როგორც ამბობენ, დუხი აღარ იქნება ამ მიწა-წყალზე. და ბოლოს ტრამპის ინაუგურაციაზე ჩვენი ყოფილი სალომე წასულია. ვინ მიიწვია და როგორ კი ვიცით ყველა, მაგრამ ნაცებს რომ ვკითხო, იტყვიან ტრამპმა პირადად რამდენჯერმე დაურეკა და სთხოვა თქვენო უდიდებულესობა მადამ დე ლა პრეზიდენტო ამერიკის კონსტიტუციასთან თქვენ უნდა მიმიყვანოთ და გვერდზე მედგეთ, სანამ მე ფიც ვიტყვი. შუტკა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.